და კიდევ ერთი პრობლემური საკითხი 2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტების შედეგად 1151 ნაკლები გოგო დაიბადა. საქართველოში მამრობითი პრივილეგირებული სქესია და ეს პრობლემა უკვე ბევრი წელია არსებობს. არის შემთხვევები, როცა გვარის გამგზელებლის მოლოდინში ზოგიერთ წყვილს რამდენიმე ქალიშვილი ყავს. უფრო მძიმე შემთხვევებში კი მდედრობითი სქესის შვილებს აბორტის გზით იშორებენ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პრობლემის დასარეგულირებლად საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადების პროცესია. კეთი ფაცხალაძე არკვევდა გამქრალი გოგონების საკითხს. სელექციური აბორტი ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტაა. მშობლები გადაწყვეტილებას უმეტესად მაშინ იღებენ, როცა ნაყოფი 3 თვემდეა, რადგან ამ ეტაპზე საქართველოში აბორტი ნებადართულია. ამ პერიოდში სქესის დადგენა ცდომილებით, მაგრამ მაინც შესაძლებელია. აღმოჩნდა, რომ სავარაუდო ინფორმაცია გენდერული დისკრიმინაციის საფუძველია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტის შედეგად 1151 ნაკლები გოგო დაიბადა. სქესთა შორის თანაფარდობის სტატისტიკური ნორმა გახლავთ 1.05, ანუ ყოველ 100 დაბადებულ გოგონაზე მაქსიმუმ უნდა ველოდოთ 105 ვაჟის დაბადებას. საქართველოში ეს თანაფარდობა არის 1.09 ინდექსის ტოლფასი და შესაბამისად თუ კი ავიღებთ 2012 წელს დაბადებულ ბავშვებს და თუ კი უცვლელად დავტოვებთ დაბადებული ვაჟების რაოდენობას, სტატისტიკური ნორმის მიხედვით 1151 მეტი გოგონა უნდა დავადებულიყო მხოლოდ 2012 წელს. და ეს გახლავთ საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, რომ საუბარი გვაქვს სელექციურ აბორტზე. ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციებზე მუშაობს. მარტში უფრო კონკრეტულად გახდება ცნობილი, როგორ გეგმავს უწყება პრობლემის მოგვარებას. სელექციური აბორტი არის ზოგადად აბორტის რეგულაციის, უფრო ზოგადი რეგულაციების ერთ-ერთი თემა. მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო ჩვენებების გადახედვაზე. მარტისთვის გვექნება ახალი პაკეტი, რომელიც დაარეგულირებს ზოგადად აბორტის სამედიცინო ჩვენებებს. ასევე არის საუბარი რეკომენდაციებზე, რომ სქესის ადრეული იდენტიფიკაციისგან თავის შეკავება მოხდეს პირველი ტრიმესტრის პერიოდში. და შემდგომ ასევე იქნება გასამახვილებელი ყურადღება მოსახლეობის ინფორმირების ამაღლებაზე. სქესის დამალვა შეიძლება შევიდეს ასეთი რეგულაცია, რომ პირველი ტრიმესტრის სქესი არ უთხრათ მშობლს. ხას სულსამ ვერ ეთქვი, თუ ევნებით შეცდომაა. გესმით? არ უთხრათ კაგზალვა. ის მაინც იტყვის ვიღაცა იქნება, თუ ამის ნახვა შეუძლია და მაშინ ანგარებას მიაბავს. გესმით? ყოველი აკრძალვა ყოველი ახალი რეგულაციის შემოტანა, ახალი ჩრდილოვანი ეკონომიკის გამჩენია. გინეკოლოგი ლადო კახაძე გამოსავალს საზოგადოების ინფორმირებულობაში ხედავს. ამბობს, რომ ორსულები ხშირად სქესის ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ეყრდნობიან, რაც არასანდოა, განსაკუთრებით კი ადრეულ პერიოდში. თუ ვინმე სელექციური აბორტში დიაგნოზის უპირატესობას, ულტრაბგერითი დიაგნოზის უპირატესობას ანიჭებს, ეს არის შეცდომა და აფიორა ხას უსვამ. იმიტომ რომ იქ გარეგანი ნიშნები ყოველთვის არ ნიშნავს სქესის სწორ დიფერენცირებას. სათესლი ჯირკვალის დიფერენცირება იწყება მე-13 კვირიდან, სრულდება მე-19 კვირას. სქესთა დარღვეული ბალანსი საკმაოდ სერიოზულად არის ნაკვლევი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში ამ თემაზე კვლევა არ ჩატარებულა. ეს არის პირველი კვლევა. რა არის სქესთა შორის დარღვეული ბალანსის მიზეზი? ამის გარკვევას გაეროს მოსახლეობის ფონდი ცდილობს. კვლევის მიზანია, რომ დავეხმაროთ პოლიტიკის შექმნელებს, რომ უკეთესად გაიგონ რა არის მიზეზები და გარემოებები, რამაც ხელი შეუწყო ვაჟიშვილებისთვის უპირატესობის მინიჭებას და როგორ იცვლება ეს გარემოებები და მიზეზები დროში. როგორია საზოგადოების გაცნობიერება ამ ტენდენციასთან დაკავშირებით და მისი შედეგების შესახებ გრძელვადიან და შუალედიან პერიოდში, თუ ესე
ასეთი პრაქტიკა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, და რა პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც პოტენციურად იქნება ეფექტური და ხელშეუწყობს ამ ტენდენციის შემცირებას. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ემბრიონული ნაყოფის სელექციური აბორტია გავრცელებული, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოსაც მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ასეთი დისკრიმინაციული პრაქტიკა საზოგადოებაში ქალის როლის არასასრულ სტატუსს უკავშირდება. Რამდენად არის მახასიათებელი ქართული კულტურისთვის სქესის მიხედვით შვილისადმი დამოკიდებულება, ამ კითხვით გენდერის მკვლევარს მივმართეთ. უკიდურესად გამოკვეთილი არ არის ისე როგორც თქვათ აზიურ ქვეყნებშია ეს ბევრში, სადაც გოგო ძვირია, იმიტომ რომ მზითვია გასატანები და უამრავი ფინანსურ დათმასთან არის დაკავშირებული ტრადიციულად. მაგრამ პრობლემა არის, იმიტომ რომ სქესთა შორის განსხვავება პრიორიტეტი ბიჭ-შვილს ნამდვილად აქვს. ყოფილა ესეთი ბევრი შემთხვევაც, როდესაც ოჯახი დანგრეულა, იმიტომ რომ შვილები, გოგონები ყავდათ ოჯახს, მაგრამ არ ყავდათ გვარის გამგრძელებელი ბიჭი. და ესეთი ცნებებიც გაგვიგია ხშირად, რამდენი შვილი გყავს, სოფლებში იციან. შვილი ერთი, დანარჩენი გოგოები. არის ჩვენში ისება, რომ აი გვარის გაგრძელება და ესა და ესა, არის პრობლემა. ქვეყანაში რომ ბიჭის გამორჩეულობის ტენდენცია, ამას არამხოლოდ მკვლევარები, რიგითი მოქალაქეებიც ადასტურებენ. ჩვენ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ იმის გასაგებად, იცვლება თუ არა შვილის მიმართ სქესის მიხედვით დამოკიდებულება თაობებს შორის. კითხვით ახალგაზრდებს მივმართეთ. ერთი შვილის შემთხვევაში გოგოს ისურვებით თუ ბიჭს? რა ვიცი, რაც იქნება, იყოს რომ ისხელვას. გოგოს. ბიჭს. ბიჭს. რატომ? უკეთესია. გოგოს. რატომ? უფრო საყვარელია და უფრო მამიკა უყვარს. ბიჭს. რატომ? რა ვიცი, აი უბრალოდ. გოგოს. გოგოს. რატომ? გოგო უფრო გილის. სულ ერთია. რასაც მოეწინებოდა ალბათ. სულ ერთია, რა ვიცი, როგორ უნდა ვისურვა. გოგო თუ ბიჭი? შვედია. ბიჭი. რატომ? მინდა და იმითო რა. გოგოს. რატომ? რა ვიცი, გოგო მინდა და. რა თქმა უნდა გოგო. რატომ? აი მიყვარს შვილი გოგო კარგია. ვერ გაგცემ ეს. რატომ? შვილია.